მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სოციალური ჭრილი თეონა ჭალიძესთან ერთად. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის კახა ციქარიშვილი, ადვოკატი, იურისტი, თუმცა ამ შემთხვევაში არის როგორც ორგანიზაცია ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების წევრი. და ასევე დამშობელი რაც მთავარია და ნანა დაბრუნდაშვილი ასევე ამ ორგანიზაციის წევრი. დღეს ამ თემაზე საუბარი გადავწყვეტეთ, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური საკითხი არის და არაერთი მშობლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი. შესაბამისად საზოგადოებისთვისაც ეს საკითხი უნდა იყოს აქტუალური და ყურადღება მისაქცევი, იმიტომ რომ როგორც ჩანს არ არის საკმარისი მხოლოდ მშობლების აქტივობა და მნიშვნელოვანი არის რომ საზოგადოება სრულად იყოს ჩართული, სოლიდარობას გამოხატავდეს და რაღაცნაირად ახერხებდეს იმას, რომ ზემოქმედება მოახდინოს იმ კონკრეტულ უწყებებზე, იმ კონკრეტულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, რომლებსაც ხელეწიფებათ მართლაც ამ საკითხის მოგვარება და საკითხი არის რთული, კომპლექსური, თუმცა არა მოუგვარებელი და გამოსავლების ნახვა ნამდვილად შესაძლებელი არის. პირველ რიგში მინდა გავიხსენო ჩვენი ახლო წარსულიდან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქტივობა, როდესაც ისინი წამალს ითხოვდნენ და ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით რა იყო აქონდროპლაზია, წარმოდგენა არ ჰქონდა ამ დიაგნოზის სინდრომის შესახებ და ყველამ გავიგეთ. და შემდეგ ამ ერთსულოვნებამ საბოლოო ჯამში გაიყვანა შედეგზე ეს მცდელობა და ამ ბავშვებმა მიიღეს ეს წამალი. მართალია ნორმალურ ქვეყანაში არ უნდა სჭირდებოდეს ამხელა ძალისხმევის გაწევა მშობელს, რომელსაც კიდევ სხვა ბევრი გამოწვევა აქვს ისედაც ცხოვრებაში იმისთვის, რომ ესა თუ ის წამალი მიიღოს შვილისთვის, მაგრამ ну რას ვიზავთ, ესეთი არის რეალობა და მოცემულობა და ახლა ჩვენ გვაქვს ახალი გამოწვევა, რომელიც აქამდეც მართლაც არ იცოდა საზოგადოებამ და თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც ხილვადობა შესწინეთ ამ პრობლემას და ეხლა მინდა კიდევ უფრო კარგად, კიდევ უფრო გასაგებად გავხადოთ ეს ყველაფერი და მაყურებელს მივაწოდოთ სწორი და ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა არის ჩვენი მხრიდან საჭირო, საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს და საერთოდ ვის ვთხოვთ ამ ყველაფრის მოგვარებაში წვლილი შეტანას. კახა, მოდით თქვენგან დავიწყოთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ერთ კორექტირება შევიტან ჩემ სტატუსში, ანუ იურისტი ვარ, ადვოკატი არ ვარ. კი ბატონო. ხო, მაგრამ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, იმდენად ყველას ადვოკატირებას ვახდე. ადვოკატირებას ვახდე, თქვენი იმედი გვაქვს ხოლმე შესაბამისად კი ბატონო. ხო, ეხლა ესე იგი, ეს დაავადება არ ჩვენთვის არ იყო ცნობილი, სანამ ჩვენ თვითონ არ დაგვაწყდებოდა თავზე ჩვენს ოჯახს და ჯერ მანამდე კიდე ჩვენს ჩემი მეუღლის დიშვილს ჰქონდა ეს დაავადება. ეს არის გენეტიკური დაავადება, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ორნაირად. ერთი გაჩნდეს მემკვიდრეობით და მეორე სპონტანურად გაჩნდეს. ჩვენ შემთხვევაში სავარაუდოდ გენეტიკურია, ვინაიდან დებიდან გადაეცემა შვილებს. ეს დაავადება აქვს როგორც გოგოებს, ასევე ბიჭებს, მაგრამ გოგონების შემთხვევაში ის სიმპტომები არ აქვს, როგორც წესი არანაირი სიმპტომი არ აქვს, მაგრამ გოგო არის მატარებელი. და როდესაც გოგოს აქვს ეს დაავადება, შემდგომ 50% იმის ალბათობა რომ შვილი იყოს ან ბიჭი ან გოგო და თუ შვილი არის ბიჭი 50%-იანი ალბათობა რომ იყოს დაავადებული ამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით. ესე იგი მთლიანობაში დაავადებულ დედაზე შვილის გადაცემის შანსი არის 25%. ანუ 50% რომ ან გოგო იქნება. ანუ პრინციპში გადაცემის შანსი კიდე სხვა, მე ვამბობ რომ სიმპტომის გამოვლენას გულისხმობ. იმიტომ რომ გოგოს თუ ქონდა, ამ შემთხვევაში სიმპტომები არ ექნება. ხო, ანუ ესე ვთქვათ, ესე იგი, გართულების შანსი არის 25%, როცა დედას აქვს ეს დაავადება. ეხლა თვითონ რაში გამოიხატება, ეს ფატალური დაავადება არის, საშინელი დაავადება, ჩვენც თავიდან რო გავიგეთ, შოკში ვიყავით ამის შესახებ. და რო ვთქვათ, შეიძლება ჯობდეს ძალიან ბევრი უფრო მძიმე დაავადება, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, საზოგადოების ცნობილია, შეიძლება ჯობდეს ის დაავადება, იმიტომ რომ ისინი განკურნებადი დაავადებებია და უკვე თანამედროვე მედიცინა მათ წარმატებულად ართმევს თავს და ამ დაავადების შემთხვევაში მთლიანი განკურნება ჯერ არ არის.
მაგრამ არის მედიკამენტები, რომლებიც აჩერებენ და ანელებენ ამ დაავადების პროგრესს. ეხლა ეს დაავადება როგორ პროგრესირებს? ეს არის დაავადება, რომელიც კუნთებზე არ ტყავს და უკვე 3-4 წლის ასაკიდან უკვე იწყებს მოქმედებას. კერძოდ ჯერ იწყებს დაბლა კიდურებზე მოქმედებას, სადღაც 6-7 წლის ასაკზე უკვე ეტყობა ბავშვს სიარულში, 9 წლის ასაკზე უკვე ესე ვთქვათ ძალიან მკაფიოდ არის გამოკვეთილი სიარულის მანერა, იატაკიდან წამოდგომა, კიბეებზე ასვლა, სირბილი საერთოდ შეუძლებელი ხდება ამ ასაკში 9-10 წლის ასაკში და 11-12 წლის ასაკიდან იწყება ეთში ჩაჯდომა. შეიძლება ეს ცოტა იქით გადავიდეს რამდენიმე წლით გააჩნია ბავშვის ბიოლოგიურ მონაცემებს და პლუს კიდე ხო რა წამლებს იღებს და როგორ კურნალობას გადის. ამის შემდეგ ანუ ეთში ყოფნის პერიოდიც გრძელდება ეს მანამ სანამ ბავშვს შეუძლია ეთში ყოფნა და შემდგომ უკვე სადღაც 20 წლის 18-19-20 წლის ასაკში უკვე იწყება სხვა გართულებები. ეს არის ხო, ესე იგი, ჯერ პირველი გამომჩა მეთქვა, რომ ეთში ყოფნა არის ესე ვთქვათ სტადია, რომლის შემდეგაც უკვე დაავადება გადადის ზედა კიდურებზე. ანუ ზედა კიდურებზე იწყებს მოქმედებას, უჭირს ბავშვს ხელების მოძრაობა, ანუ დამოუკიდებლად ყვება, საჭველი საღება, ჰიგიენის დაცვა, თავის მოწესრიგება ასე შემდეგ. სასურველია საერთოდ რომ ხელებით ამოძრაოს ეტლი, ამ ეტაპზე რომ ან კუნთებმა შეძლოს ესე ვთქვათ რაღაც მობილურობის შენარჩუნება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ამოდის ზედა კიდურებზე. ზედა კიდურები და პარალელურად იწვევს სუნთქვის გართულებას, იწვევს გულის მუშაობის გართულებას და უკვე ფატალური შედეგი მიდგება 20-დან 30 წლამდე ასაკში გააჩნია, ბავშვსაც გააჩნია. ჩვენ გვყონდა შემთხვევები, აგერ 17 წლის ასაკში დაიღუპა, სულ ახლახანს 1-2 კვირის წინ დაგვეღუპა პაციენტი, რომელსაც გულის პრობლემა ჰქონდა და შემდგომ სხვა პრობლემების განუვითარდა. ასე რომ ამ დაავადების კურნალობასთან დაკავშირებით ადრე ანუ სადღაც ეს დაავადება უკვე 150 წელი იქნება დაახლოებით 19 საუკუნიდან არის ცნობილი, მაგრამ მე-20 საუკუნის განმავლობაში რამ ეფექტური წამალი ვერ შეიქმნა. აი 21 საუკუნემ უკვე მოიტანა ინოვაციური წამლები რომლებსაც უკვე მნიშვნელოვანი შეუძლიათ, ეფექტის მოხდენა შეუძლიათ და ჯერ დაიწყო, ესე იგი, სტეროიდებით კურნალობა, სტეროიდები წინა საუკუნეშიც იყო, სტეროიდები იწვევს გარკვეულწილად ამ სიმპტომების შენელებას, მაგრამ სტეროიდებს არ აქვთ მნიშვნელოვანი ეფექტი და პლუს სტეროიდებს აქვს გვერდითი ეფექტები. ანუ წონის მატება, ესე იგი, განსაკუთრებით წონის მატება ყველაზე ძველი, ძვლის დაავადება, ძვლის სისუსტე, სიმყიფე და ასე შემდეგ. მოკლედ, ამის შემდეგ, ესე იგი, სადღაც უკვე ბოლო 10 წლეულში განვითარდა ახალი მედიკამენტები, რომელზეც ჩატარდა ძალიან ბევრი ექსპერიმენტი, ძალიან ბევრი ზოგი წარმატებით დასრულდა, ზოგი წარუმატებლად დასრულდა და უკვე ჩამოყალიბდა უკვე რამდენიმე უსაფრთხო მედიკამენტი, რომელზეც თანხმობა არსებობს უკვე ევროპაში. ეს არის, ესე იგი, მაგალითად ჯივინოსტატი, მაგალითად, ესე იგი, ეგზონ სკიპინგის თერაპია, მაგალითად ვამოლორონი, ასევე გენური თერაპია, რომელზედაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის აპრობირებული და ეს წამლები უკვე დღეისათვის უსაფრთხოდ მიიჩნევა. უსაფრთხოდაც მიიჩნევა და ეფექტურადაც მიიჩნევა. შესაბამისად, მაგრამ არის მეორე პრობლემა, ეს წამლები არის ძალიან ძვირი. ძალიან ძვირი არის იმ გაგებით, რომ 9 მილიონის ზემოთ იწყება წლიური ფასი. განსაკუთრებით ძვირია გენური თერაპია, რომელიც ერთჯერადია, ერთხელ უკეთდება ბავშვს და ამით დაავადება შერდება. ან ძალიან დიდი დროით გადაიწევს ამ დაავადების პროგრესირება. დანარჩენი წამლები არის რეგულარული გამოყენების და მათი ფასი ხო 9 მილიონის ზემოთ მიდის. აქედან გამონაკლისი არის ვამოროლონი, რომელიც 5000 ევროდან იწყება თვეში
და ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის წამლები, რომლებიც საქართველოში, არათუ საქართველოში, არამედ ევროპაშიც და ამერიკაშიც საშუალო დონის ადამიანებისთვის არის მიუწვდომელი. ამას ვერავინ ვერ იყიდის ამ წამლებს, ამიტომ ყველგან სადაც კი ამ წამლების გამოყენება, სადაც ეს წამლები გამოიყენება, ან მოქმედებს პირდაპირ სახელმწიფო აფინანსებს, ან დაზღვევის სისტემები არსებობს და ამ დაზღვევებით ხდება განვითარებულ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად ამის დაფინანსება. ჩვენ გვყავს მშობლები, რომლებიც ამერიკაშიც არიან, ევროპაშიც არიან და ზოგიერთი მათგანი უკვე იღებს იმ სახელმწიფოებიდან ამ წამლებს. მაგალითად, ძალიან წარმატებული შემთხვევა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში გენური თერაპიის, რომელიც ძალიან კარგად იმუშავა და ბავშვი საოცარი შედეგები ჰქონდა, ბავშვი კიბეებზეც თავისუფლად ადის უკვე იქ პაციენტი. ჩვენ გვყავს პაციენტები ევროპაშიც, რომლებიც უკვე ეგზონების უკვე ჯივინოსტატის წამალს იღებენ. და რაც შეეხება საქართველოს. საქართველოში დღეისათვის ესე იგი დამტკიცებული ამ წამლებიდან დამტკიცებული, ანუ ჯანდაცვის სამინისტროს ესე ვთქვათ, აპრობირებული წამალი ჯანდაცვის სისტემის მიერ აპრობირებული არის ეგზონების გამოტოვება. სხვა წამალი ჯერჯერობით აპრობირებული არ არის, მაგრამ ჩვენ მშობლები ამას ვითხოვთ, რომ მოხდეს ამ წამლების დამტკიცება, მათი პროტოკოლში შეტანა და სახელმწიფომ დააფინანსოს ეს წამლები. ეხლა ის რომ წამალი ძალიან ძვირი ღირს, ეს ჩვენ გვესმის, მაგრამ ამავდროულად არსებობს ჯერ ერთი სიძვირე ვერ განეიტრალებს, სიძვირე არ არის არგუმენტი სიცოცხლესთან. და როდესაც საუბარია 100 ბავშვზე, ხო რაც არ უნდა ძვირი იყოს მედიკამენტი, სახელმწიფოს ვალდებულება უფრო მეტი, სახელმწიფოს ვალდებულება რომ ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინოს, გადაწონის ყველა სხვა ვალდებულებას. რა სხვა ამოცანები შეიძლება იყოს ბიუჯეტის წინაშე, რომელიც 100 ბავშვის სიცოცხლეს გადაწონის. რა გზა არის გასაყვანი, შენობა, ასაშენებელი, ინფრასტრუქტურა, ხიდები, მშენებლობები თუ სკოლები თუ ბაღები თუ რავი, რა ამოცანა შეიძლება იყოს სახელმწიფოს წინაშე, რომელიც გადაწონის სიცოცხლეს. არც ერთი ამოცანა ვერ გადაწონის, ხო? შესაბამისად, აქ სიძვირი არ არის არგუმენტი, მაგრამ მეორე საკითხი არის ის, რომ ეს სიძვირეც კი შეიძლება დაბალანსდეს იმით, რომ ეს კომპანიები, რომლებიც ამ წამლებს სოფლიოში აწვდიან ამ წამლებს, ამ კომპანიებს აქვს სხვადასხვა სქემები, განვადება, ფასდაკლებები და ასე შემდეგ, სადაც სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებში შედიან და სახელმწიფოს თავაზობენ ამ შეღავათიან პირობებს. თუმცა დღემდე ასეთი მოლაპარაკება სახელმწიფოსა და ამ კომპანიებს შორის არ დაწყებულა ერთი გამონაკლისის გარდა, რაც შეეხება ეგზონების გამოტოვებას. ეგზონ სკიპინგ თერაპიაზე იყო მოლაპარაკება, რომელიც დღეს დაპაუზებულია. უბრალოდ სახელმწიფო მოითხოვა სერტიფიკატები, ანუ უსაფრთხოების დოკუმენტაცია მოითხოვა, მიიღო ეს დოკუმენტაცია და ამ ეტაპზე მეტი არაფერი არ ხდება. ორი სიტყვით ეს შეიძლება ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ეს აუცილებელი იყო ამ ყველაფრის მიმოხილვა, რომ ვიცოდეთ სად ვართ, რა ეტაპზე ვართ და ამის მერე რას ვაკეთებთ. ანუ ჩვენ ვართ ახლა იმ ეტაპზე, როცა სახელმწიფოს უკვე წელიწადნახევარია, ფეხი ვერ მოვაცვლევინეთ, რომ გადადგას ნაბიჯი ამ წამლების შეძენის მიმართულებით. ერთი არ მინდა გამოვჩეს კიდე ერთი მნიშვნელოვანი, რომ წამლების გარდა ასევე მნიშვნელოვანია ამ ბავშვების პერიოდული შემოწმება. ანუ წელიწადში ორჯერ ეს ბავშვები უნდა შემოწმდეს მრავალ მხრივ, ესე იგი უნდა არსებობდეს მრავალ პროფილიანი გუნდი, რომელიც ამ ბავშვებს ყველა მხრივ შეამოწმებს და მათ დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობას. დღეისათვის ეს გუნდი არ არსებობს. ეს გუნდი არ არის, ეს არ არის სხვას რო თავი დავანებოთ, იქ ხო ამბობენ რომ წამალი ხო ძვირია, ხო იცახიან, მაგრამ ეს გუნდი არ არის ფანტასტიკურ რესურსებს არ უკავშირდება, შეიძლება 3,000-4,000 ლარი ჯდებოდეს თითო ბავშვის ხარჯი წელიწადში და მაგრამ გუნდი აუცილებლად უნდა შეიქმნას, რომელსაც გაკეთდება და თავისი ტრენინგებით, თავისი მომზადებით, თავისი აპარატურით, ყველაფრით უნდა იყოს მზად ეს გუნდი, რომ ყველა ბავშვს ჩაუტარდეს წელიწადში ორჯერ სამედიცინო შემოწმება. ამის გაკეთება დღეს ამ წუთში შეიძლება სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ არ აკეთებს. დღეისათვის რასაც სახელმწიფო აკეთებს, ესეც უნდა ვთქვათ, რას აკეთებს სახელმწიფო, არის აფინანსებს
სტეროიდებს, რომელიც ჩვეულებრივ იაფიანი მედიკამენტია, მაგრამ როგორც თქვი, გვერდით ეფექტებს იწვევს და ბავშვების გასუქებას და კიდე დამატებით პრობლემებს იწვევს. და ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს ცურვას, აკეთებს დაუშვათ ლიფტებს აკეთებს ინდივიდუალური მიმართვის შემთხვევაში, ცურვას აფინანსებს, ვარჯიშებს აფინანსებს, მაგრამ ესეც არის ცალკე case by case განიხილება მშობლის მიმართვის შემთხვევაში და როგორც ასეთ სისტემურად ეს არ ფინანსდება. გარდა ამისა, ამ ბავშვებს ესაჭიროებათ უკვე სხვადასხვა ასაკში ესაჭიროებათ უკვე ამწე აპარატები, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი წონაში იმატებს, მშობელი მას ვეღარ ერევა უკვე მშობელი. არა ერთი კი რომ ორი მშობელიც ვეღარ ერევა. ლოგინზე გადაყვანა ეტლზე დასმა, ესე იგი და ასე შემდეგ. უკვე მშობლისთვის ძალიან ძნელია ეს ამბავი და ამწე აპარატების ჭირდებათ მერე მშობლის და ასევე ჭირდებათ სასუნთქი აპარატების კიდევ სხვადასხვა ეტაპზე. ანუ არანაირი პრაქტიკულად ძალიან მინიმალური დახმარება არის დღეს სახელმწიფოს მხრიდან და ეს ყველა ეს სფერო დაუშვათ თქვათ რომ წამლები ძვირია და ჯერჯერობით მთელი მომზადება ჭირდება და ასე შემდეგ. წამლებზე შეიძლება რაღაც არგუმენტი ქონდეს სახელმწიფოს რომ ესე იგი ბიუჯეტიდან სახსრებია გამოსაყოფი და კომპანიებთან სალაპარაკოა და ასე შემდეგ. მაგრამ ამ მიმართულებითაც არაფერი არ გეთდება. რაც ეხება ბავშვების პერიოდულ შემოწმებას, რაც შეეხება მათ სისტემატურ დაფინანსებას, სისტემატურ დაგვირგვებას და ასე შემდეგ. არაფერი არ გეთდება და ამიტომ ვართ ახლა ასეთ სტადიაზე, როცა უკვე ამოიწურა ეს მოლაპარაკების რესურსი და მშობლები გადავიდნენ უკვე ღია პროტესტზე. მადლობა კახა ესე ყოვლის მომცველად რომ მოგვიყევით ყველაფრის შესახებ ზუსტად მაგისთვის ვართ ახლა რომ თქვენ უკეთესად იცით რა უნდა თქვათ ვიდრე მე და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რომ გაიგოს ამ ყველაფრის შესახებ და მეტი სოლიდარობა და მხარდაჭერა იყოს ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ნანა მე მინდა გკითხოთ თქვენ მშობლებმა როგორ იპოვეთ ერთმანეთი და როგორი ასე ვთქვათ როგორ შექმნით ეს ორგანიზაცია ორგანიზებულად როგორ დაიწყეთ აქტივობა ამაზეც მოგვიყევით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თავდაპირველად, როდესაც იგებს მშობელი ამ დაავადების შესახებ არის სრული შოკი, სიბნელე ირგვლივ. მე ვცდილობ ინფორმაციის მოძიებას, ვინ როგორ რა პირობებში ხდება, ვინ შეიძლება დაგეხმაროს ასეთ რთულ სიტუაციაში. შემდეგ, როდესაც უკვე დავიწყეთ მოძიება ინფორმაციის, გავერკვით, როგორი დაავადება იყო, მივხვდით, რასთან მქონდა საქმე, ნელ-ნელა დავიწყეთ მშობლებმა, მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა ერთმანეთის მოძიება, შევქმნით ჯგუფი, ასე ეტაპობრივად ვამატებდით მშობლებს და ვეხმიანებოდით ჩვენ ვისი ბავშვი რომელ ასაკში იყო, რა სტადიას გადიოდნენ და ასე შემდეგ. ძალიან რთულია ეს ყველაფერი, როდესაც გვემატება, ახლაც დაგვემატა ორი პაციენტი, ძალიან რთულია ეს თითოეული მშობლისთვის, რომ გვემატებიან და გვემატებიან მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვები, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველანაირად მივიღოთ ინფორმაცია. ეხლაც ჩვენი მშობლები იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, რომში ჩატარდა ამ დაავადებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ღონისძიება და გვაქვს საკმაოდ ვიღებთ, უშუალოდ ვიღებთ ამ ღონისძიებებიდან ამ ინფორმაციებს და არ ვართ ისე ინფორმაციას მოკლებულები. რაც შეეხება ორგანიზაციას, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ მართლაც და ვცდილობთ, რომ ამ ბავშვებს ყველანაირად აუდგეთ მხარში, რის შესაძლებლობაც კი არსებობს. მაგრამ როდესაც ბავშვი უკვე ეტლში ჯდება, ძალიან რთულია ამ ბავშვების მოვლა. აი თითოეული დღე არის მართლაც ბრძოლა და მართლაც რთულ ეტაპებს გავდივართ. მადლობა რომ ყველაფერზე ლაპარაკობთ, იმიტომ რომ წარმოდგენა ცოტა რთულია ხოლმე მოქალაქისთვის, რიგითი ადამიანისთვის, რომელსაც ეს არ გამოუცდია და რა თქმა უნდა რაც ნაკლები გამოცდის და უკეთესი, მაგრამ ანუ თქვენი საუბარი და თქვენ ალბათ იღლებით კიდეც ამ ყველაფერზე საუბრით რთულია, არ არის მარტივი ეს ეთერებში ციარული ეს მოყოლა ამ ყველაფრის, მაგრამ საჭირო არის და მადლობა. სხვა გზა ხო, აი თქვენ ხართ პირველი პირები, პირველი ადამიანები, რომლებსაც ეს უშუალოდ გეხებათ და თქვენგან გადმოცემული უფრო გასაგები და მოქმედებს მოკლედ
ადამიანზე. ახლა ეხა იცით რა მაინტერესებს, რა გაქვთ დაგეგმილი და საზოგადოებისგან რაში გჭირდებათ დახმარება? დიახ, ესე იგი რა იქნება შემდეგი ეტაპი. შემდეგი ეტაპი დამოკიდებულია სახელმწიფოს რეაგირებაზე, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს ადეკვატური რეაგირება, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს. ანუ ჩვენ პრინციპში მშობლები წავყევით დონეების მიხედვით რა. დავიწყეთ ჯანდაცვის სამინისტროს რომელიღაც დეპარტამენტთან ჰქონდა ურთიერთობა, მე ავიდა ჯანდაცვის მინისტრთან, მე ჯანდაცვის მინისტრთან ვერაფერი ვერ მოხდა უკვე წელიწად ნახევარი გაიწელა მოლაპარაკება, წავიდა კანცელარიასთან, კანცელარიას ახლა ადმინისტრაციის უფროსთან მოხდა და ესე იგი მოლაპარაკება და იქაც ვერაფერი ვერ ხდება ჯერჯერობით. ეხლა ადის ზემოთ კობახიძემდე და თუ კობახიძესთანაც ვერ გადაწყდა ეს პრობლემა. მე წავა უკვე კიდე ზემოთ და ვიცით ვინც არის იმის ზემოთ არის ბიზინა ივანიშვილი. სხვადასხვა ჩვენ მქონდა კიდეც დაგეგმილი აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან და ეხლა მინდა ვთქვა რომ განცხადებაც მქონდა დაწერილი და უარი მოგვივიდა რომ არ ჩაატაროთ რაც აქციაო, იმიტომ რომ იქ ხალხის მოძრაობის ადგილიო არ ვიცი ახლა რა ხალხი მოძრაობს. ტროტუარი არ არისო და ტროტუარზეც ვერ დადგებითო და ამიტომ არ ჩაატაროთ. ხო, აი რა ხალხი მოძრაობს ახლა ივანიშვილის რეზიდენციის წინ რა სამოძრაო ტერიტორია მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მე მგონი ჩვენ ხელს არ შეგვიშლის, იმიტომ რომ აი აქ კიდევ ანუ თუ დაგჭირდა იქაც წავალთ, მაგრამ ჯერჯერობით აქ ვართ კანცელარიის იმასე ვართ მოლაპარაკების ეტაპზე ვართ და ჩვენთვის ახლა გასაგებია რომ ეს არის რა ქვია ეს საკითხი არ არის დაბალ დონეზე გადასაწყვეტი. ეს არის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადასაწყვეტი საკითხი, იმიტომ რომ ბიუჯეტის ხარჯია ეს ერთი და მეორე ჭირდება კარგი ორგანიზება. ანუ ერთია რომ ჯანდაცვის მინისტრი ამას ვერ აგვარებს და მეორეა რომ მას არც აქვს შესაბამისი რესურსი, ანუ შეიძლება რესურსიც არ აქვს იმის რომ სათანადო დაუშვათ ბიუჯეტი არ უწყობს ხელს, ის არ უწყობს და ასე შემდეგ და არ არის პოლიტიკური ნება. და პოლიტიკური ნება საერთოდ ესე ხდება რომ პოლიტიკური ნება გადაეცემა ზემოდან ქვემოთ. და ის ხო და ახლა იქ ვართ გაჩერებული რომ ეს მინისტრი ვერაფერს ვერ წყვიტავს, შესაბამისად პირდაპირ ვითხოვთ იმ მაღალ დონეზე, ხო? ეხლა მე პირადად ამ მოლაპარაკებებში მე არ მონაწილეობდი, იმიტომ რომ მე ახლა სხვა ტიპის აქტივობებში ვარ ჩართული, საპროტესტო აქციებში ვარ, იქ რა ქვია ევროპულ, ესე იგი პროევროპულ აქციებში ვარ ჩართული, ასევე სასამართლო კლანთან დაკავშირებულ აქციებში ვარ ჩართული და ასე შემდეგ. მე თავს ვიკავებდი ამ სფეროში, ამ კუთხით აქტივობისგან, მაგრამ და საერთოდ არც ვერეოდი, არც მოლაპარაკებებში ვიყავი, არც მინისტრთან ვიყავი შეხვედრაზე, მშობლები აქტიურობდნენ ამ შეხვედრებზე. მაგრამ ეხლა უკვე ვინაიდან ამან შედეგი ვერ გამოიღო, ხო? ეხლა უკვე ყველა ჩართული ვართ. ვისაც კი სიტყვა გვეთქმის და ვისაც შეგვიძლია ლაპარაკი, ყველა ჩართული ვართ. ეხლა მშობლებშიდაც კიდე სხვადასხვა ის არის რა, ანუ ყველა მშობელს არ შეუძლია ლაპარაკი, ზოგს არ აქვს ამისი რესურსი, რომ დაუშვათ ჩამოვიდეს თბილისში და ასე აქტიურად იაროს ტელევიზიებში, ზოგს კიდე ამის გამოცდილება არ აქვს და ერიდება ესე პირდაპირ ღია ტელევიზიაში სიარულში, მაგრამ როდესაც დგება უკვე საკითხი, რომ აი გადამწყვეტი საკითხი რო დგება, ჩვენ ყველა მშობელს ვეუბნებით, იმიტომ რომ 56 მშობელი ვართ, მაშინ რა ქვია, გაწევრიანებული ორგანიზაციაში და ბავშვი არის 100-მდე. ანუ ყველა არც არის დარეგისტრირებული ჩვენთან, ზოგი, იმიტომ რომ ზოგი საზღვარგარეთ არის და ზოგი კიდე ჩვენ არ გვეკონტაქტება, იმიტომ რომ რა ვიცი, შეიძლება ინფორმაციაც არ აქვს, არ ვიცით. და ეხლა მე ყველა მშობელს ვეუბნებით, რომ აი ეხლა უკვე დგება ის მომენტი, როცა ყველა უნდა იაქტიუროს, ყველა უნდა ვიაქტიუროთ და აქცია იქნება, ყველა უნდა გამოვიდეთ ტელევიზორში იქნება, ყველა უნდა მივცეთ საზოგადოებას, ყველა უნდა ვესაუბროთ და ასე შემდეგ. და მე იმედი მაქვს, რომ მშობლებიც ამ მიმართულებით მეტად გააქტიურდებიან. და ხო, შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ამ ეტაპზე როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ხო, აი რამდენი ხანია უკვე კანცელარიის წინაც ერთი თვე თუ ორი თვის როდის ხონდა აქცია. რამდენი ხანი ერთი თვის წინ, ხო? ანუ შედეგი ვერ მივიღეთ და ალბათ გავაგრძელებთ უფრო მეტი ჩართულობით გავაგრძელებთ ამ აქციებს. საზოგადოებისგან რა გვჭირდება ჩვენ? საზოგადოებისგან გვჭირდება მხარდაჭერა. როგორც საინფორმაციო მხარდაჭერა, ასევე ფიზიკური მხარდაჭერა. ანუ ჩვენ როცა დავანონსებთ აქციას, ყველას ვთხოვთ რომ მოვიდეს. აქ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკურ მემარცხენია, მემარჯვენეა, ამ თავრობის მომხრეა, ამ თავრობის მოწინააღმდეგეა.
თუმცა ერთი ფაქტორია რაც ხელს გვიშლის, არის ერთი ფაქტორი რაც ხელს გვიშლის. და ეს ფაქტორი არის ის, რომ ზოგადად დაინერგა შიში აქციების მიმართ. ის რაც მოხდა ქვეყანაში, ის რომ ხალხს ტროტუარზე იჭერენ, ის რომ ადამიანებს 5000 ლარით აჯარიმებენ, ზოგს ეს აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ასე შემდეგ და ეს მოხდა, ეს გავრცელდა უკვე მასებზე. ამან გამოიღო ის შედეგები, რომ ხალხის დიდი რაოდენობა შეშინდა. და ეხლა ადამიანს რომელიცაც ეთქვი რომ წამოდი აქცია, ანუ ნებისმიერ ადამიანს ვისაც უნდა უთხრა რომ წამოდი აქციაზე, ეგრევე პირველ რიგში თავში მოუვა რომ ვაიმე არ დამიჭირონ. მამას იფიქრებს, მერე იფიქრებს რომ ხო შეიძლება დამაჯარიმო 5000 ლარი და ასე შემდეგ და ის ინსტინქტურად ესე აზროვნებს და შესაბამისად ჩვენ მეტი ჩვენ მეტად გვჭირდება ადამიანების დარწმუნება რომ ეს აქცია პირველ რიგში არის კანონიერი, ანუ იმიტომ რომ განცხადებასაც დავწერთ და მოვითხოთ წინასწარ ყველაფერს და მერე მეორე ესე იგი თუ კი ხელისუფლების გადავიდა თუ კი შენ ხელისუფლება გაშინებს რომ არ გახვიდე დაავადებული ბავშვების აქციაზე ეს უკვე კატასტროფაა ეს არის კატასტროფა ანუ გასაგებია შენ რაღაც აქციაზე არ მიდიხარ პოლიტიკური შეხედულების გამო მაგრამ დაავადებული ბავშვების აქციაზე თუ ვერ მიდიხარ იმიტომ რომ ხელისუფლების გეშინია ეს უკვე კატასტროფაა ეს უკვე ქვეყნის დაღუპვაა ფაქტიურად და ამიტომ შეიძლება აქ უკვე სხვა რაღაცა არის ჩასართვე სხვა მექანიზმებია ჩასართავი რომ ამ ხალხს გამოვაფხიზლოთ ხალხი და უთხრათ რომ რას ამბობ კაცო შენ ესე იგი მეგობარი ხარ ახლობელი ხარ ნათესავი ხარ რაღაცა და ჩემი შვილის აქციაზე ვერ მოდიხარ იმიტომ რომ გეშინია ესე იგი მაშინ საერთოდ ან რა ქვეყანაში ცხოვრობ ან საერთოდ შენ ვინა ხარ, ან რა ქვეყანაში ცხოვრობ, რომ ბავშვის მხარდამჭერ აქციაზე ვერ მოხვედი, იმიტომ რომ გეშინია. ეს უკვე კატასტროფული ამბავია. თუმცა ჩვენ გონია, რომ ამ ნაწილში ჩვენ არ გვექნება პრობლემა, ჩვენ საზოგადოება გვერდში დაგვიდგება, როცა გახდება ეს საჭირო. მოკლედ მიუხედავად პოლიტიკურ თუ სხვა სახის განსხვავებებისა, როცა ბავშვის სიცოცხლეს, ბავშვების სიცოცხლეს და მათთვის წამლის მიწოდებას ეხება საქმე, ყველამ უნდა ამოიღოს ხმა და ყველამ უნდა გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა. ნანა, თქვენს მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი სათქმელი უთხრათ საზოგადოებას, მიმართოთ, ვისაც გნებავს ქალებს, კაცებს, რომელიმე ჯგუფს და უთხრათ რა გჭირდებათ მათი მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს ხომ არ არის უბრალოდ დაავადება, დაუშვათ, ეხლა გაცივდა ბავშვი და წამალს მიიღებს და განიკურნება. ჩვენ მუდმივად გვჭირდება ბრძოლა. საჭიროა შესაბამისი მედიკამენტების შემოტანა, რომლისთვისაც ასე ვიბრძვით ყოველდღიურ რეჟიმში მშობლები. და ვამბობთ და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი. აქამდეც უნდა დაწყებულიყო და ამას ვითხოვთ მშობლები. ყოველ დღე რომ ბავშვებს ჩაუტარდეთ ყოველთვე კვლევები, რაც მიზანშეწონილია რომ ჩატარდეს წელიწადში ორჯერ რომ არაფერი გამოგვეპაროს, ჩვენ ხო არ ვიცით ეხა ბავშვის ორგანიზმში რა პათოლოგია მიმდინარეობს და არაფერი არ უნდა გამოგეპაროს მშობელს, ეს არის ძალიან რთული პროცესი. და საჭიროა არაფერი გამოგჩეს, ჩაუტარდეთ შესაბამისი კვლევები, თავდაპირველად როგორც კახამ აღნიშნა, გულის დაავადებებით იწყება, შემდეგ გადადის სუნთქვის გართულებებით და ასე შემდეგ, რაც უფრო ასაკი ემატებათ ბავშვებს, უფრო მძიმდება და მძიმდება ეს დაავადება. მე მოუწოდებ საზოგადოებას, რომ დაგვიდგნენ მხარში. საჭიროა, რომ ცნობიერება ამაღლდეს და არაერთი ღონისძიება ჩავატარეთ ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ უნდა გაიგოს ამ დაავადების შესახებ. და რაც მეტი ინფორმაცია ექნებათ დაავადებული ბავშვების შესახებ, უფრო შეეცდებიან, რომ დაგვიდგნენ მხარში და მიიღონ ისე, როგორც ჩვენ ამას მშობლები ვითხოვთ. მადლობა ნანა. აქ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ სამწუხაროდ შევეჩვიეთ საზოგადოება შეჩვეული ვართ სკანდალებით და კატასტროფებით აზროვნებას. ანუ სანამ სკანდალი არ მოხდება, სანამ კატასტროფა არ მოხდება, მანამდე ვერ იღვიძებს საზოგადოება და ხალხი ვერ იღვიძებს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს არის ნელი ცეცხლის ტანჯვა. რეალურად და ანუ დროში გაწერილი კატასტროფა. აგერ 2 კვირის წინ 17 წლის ბავშვი დაიღუპა და ასე დროში გაწერილად, ესე ვთქვათ, პროგნოზირებადია უკვე, რომ ესე დაიღუპებიან ეს ბავშვები, თუ კი სახელმწიფომ არ მიიღო ზომები მათ დასახმარებლად. ეხლა ჯვარი გვესწეროს და უცებ რომ რაღაც მოხდეს ქვეყანაში და 100 ბავშვი რომ დაიღუპოს, ხო? ხო მთელი ქვეყანა ფეხზე დადგება საერთოდ და იქ ხო საერთოდ ვეღარ გაარჩევ ვერც მთავრობის მომხრეს და ვეღარც მოწინააღმდეგეს და ვეღარც ერთი მთავრობა კიდევ
ვეღარ გაჩერდება თავის სავარძელში და თავის კაბინეტში. საერთოდ ხალხი შევარდება ფეხით პანღურით გამოყრით. აღარც მუხლი აღარ იმუშავებს, აღარც კოდექსი იმუშავებს და აღარც ისა რა ქვია, რამე შემაკავებელი ფაქტორი აღარ იქნება შემაკავებელი ფაქტორი, აღარც არავის შეეშინდება კიდე არც ტროტუარზე დაჭერის და არც იმის რა ქვია, გზის გადაკეტვის, არავის აღარ შეეშინდება. ხო, აი ესეთი რამე რომ მოხდება. ჩვენ რეალურად ამ ვითარებაში ვარ. ჩვენ დაანონსებული სიკვდილი გვაქვს ფაქტიურად. ეს არის კატასტროფა, რომელიც დროში არის წინასწარ გაწერილი და აი საზოგადოება მეს უნდა გაიაზროს, რომ დღეს ამ წუთში ყველა არ ყვდებით, მაგრამ ნაწილ-ნაწილ ვიღუპებით. ანუ გუშინ ერთი ბავშვი მოგვიგდა, ხვალ მეორეს დაემართება, ზეგ მესამეს დაემართება და ესე დროში გაწერილი კატასტროფაა და ეს უნდა გაიაზროს ხალხმა, საზოგადოებას და ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს. და აი ამის შემდეგ ამის შესაბამისად უნდა მოხდეს რეაგირება. და არა ისე რომ აი მე ახლა ჩვენ თურმე წამალი ჯერ არ არის გადამოწმებული უსაფრთხოება და რაღაცა. ჯერ ერთი გადამოწმებულია დამტკიცებული ეს წამალი ევროპული ასოციაციის მიერ, ამერიკის FDA-ის მიერ დამტკიცებული წამალია და მეორე ის რომ მომაკვდინებელი ფატალური დაავადებაა და შენ მეუბნები რომ რაღაც უსაფრთხოების სტანდარტი ბოლომდე არ არის გადამოწმებული. რა შუაში ბავშვი ისედაც პროგნოზირება და იღუპება ბავშვი. ანუ ზუსტად ვიცით რომ რამდენ წელიწადში რა მოუვა და რამდენ თვეში რა მოუვა, წინასწარ ვიცით და იქ მე რაღა იმაზეა საუბარი, რაღაც რისკების გათვლაზეა საუბარი. ყველა ვარიანტში უნდა იქნას წამალი შემოტანილი და არა ის რომ რაღაც ისა ხო ვითომ რაღაც რისკებიდან გამომდინარე ხელისუფლებამ კიდევ გაწელოს ეს მოლაპარაკებები. პროვაიდერ კომპანიებს აქვს ჩვენთან კომუნიკაცია, მაგრამ არ იწყებენ. ქმედით ნაბიჯებს ველოდებით, მაგრამ სახელმწიფოსგან ეს არ ჩანს. ამიტომ ისე დავაანონსებთ აქციებს. დიდი მადლობა ნანა და კახა. მე ჩემი ერთი ადამიანის, ერთი დედის, ერთი ქალის სოლიდარობა, მხარდაჭერა ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გქონდეთ და აუცილებლად ვეცდები რომ რაც შემიძლია ის გავაკეთო და მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც ამ გადაცემას უყურებს და ზოგადად, რომ არ იყოთ გულგრილი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, რაც ეხება ბავშვების სიცოცხლეს და მათთვის წამლის მიწოდებას, რომელსაც შეუძლია რომ სიცოცხლე გაუხანგრძლივოს მათ. ჩვენი გადაცემა დღეს დასრულებული არის. შევხვდებით მომდევნო ხუთშაბათს, გადაცემა სოციალური ჭრილი თქვენ სამსახურშია.